მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KNTV-ის ერთგულო მაყურებლებო და გულშემატკივრებო. მე ხლავართ ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა და ახლა ვიმყოფები სან-მარინოს რესპუბლიკაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა, დამოუკიდებელი და უძველესი რესპუბლიკა. აი ამ წუთებში მე ვიმყოფები სან-მარინოს მთავრობის პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციაში და ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიტყოდი ისტორიული დღეა. საკმაოდ აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პატივი მერგო. დღეს 31 დეკემბერს ხვდები სან-მარინოს რესპუბლიკის პრეზიდენტებს. პრეზიდენტები თქო ვახსენე, რადგან სან-მარინოს რესპუბლიკას ერთის ნაცვლად ორი პრეზიდენტი ჰყავს. პალაცო პუბლიკო არის სან-მარინოს რესპუბლიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული და სახელმწიფოებრივი შენობა. იგი მდებარეობს რესპუბლიკის დედაქალაქ სან-მარინოში, თავისუფლების მოედანზე, იგივე პიაცა დე ლა ლიბერტა და წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცენტრს. პალაცო პუბლიკო არის პარლამენტისა და მთავრობის რეზიდენცია, ასევე რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირების, კაპიტან რეგენტების, ანუ პრეზიდენტების ოფიციალური რეზიდენცია. ეს პატარა რესპუბლიკა, რომელიც იტალიით არის გარშემორტყმული, ევროპის გულში, მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ერთდროულად ორი პრეზიდენტი, კაპიტან რეგენტი ხელმძღვანელობს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი უნიკალური თავისებურება. კაპიტან რეგენტი ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლება. პარლამენტი შედგება 60 მრჩევლისგან და მას დიდი და გენერალური საბჭო ეწოდება. ტერიტორიამ დაყოფილია 9 მუნიციპალიტეტად, რომლებსაც კასტელო, ანუ ციხესიმაგრე ეწოდება. შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს, 1894 წელს გარემონტდა და სან-მარინოს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ტრადიციების სიმბოლოს წარმოადგენს. პალაცო პუბლიკოში ოფიციალური მიღებები, მაღალი დონის შეხვედრები და სახელმწიფო ცერემონიები იმართება და დღეს ის არა მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრი, არამედ სან-მარინოს ერთ-ერთი მთავარი ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებს, პატივცემულ მატეო როსისა და პატივცემულ ლორენცო ბუნის, გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის.